კანონით, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპი ფაქტობრივად ანულირებულია მესამე მუხლის H6 ქვეპუნქტით განსაზღვრული ცხოველების შემგროვებლობის დეფინიციით, რაც სახელმწიფოს აძლევს ლეგიტიმაციას 103 მუხლის მერვე ნაწილის საფუძველზე შეიჭრას მოქალაქის ბინაში და მოახდინოს ცხოველების სრული კონფისკაცია. ეს ბუნდოვანი ჩანაწერი მე-6 მუხლის მეორე პუნქტის ზექვეპუნქტით გათვალისწინებულ გეგმიურ და არაგეგმიურ მონიტორინგთან ერთად ამკვიდრებს პოლიციურ კონტროლს კერძო მესაკუთრეებზე, სადაც ინსპექტორის სუბიექტური აზრი საკმარისია მოქალაქის საკუთრებიდან ცხოველის გამოსასახლებლად და მისი პოპულაციის მართვის ცენტრში, ანუ რეალურად სასაკლაოზე გადასასროლად, რადგან საქართველოში არ გვაქვს თავშესაფრები. თბილისის საკრებულოს რეგულაციებით კი, სადაც საბელის ან ალიკაპის გარეშე გასეირნება 150 ლარით ჯარიმდება, ცხოველის ყოლა იქცევა დაუსრულებელ ადმინისტრაციულ დევნად, სადაც ნებისმიერი ბიოლოგიური პროცესი თუ ყოფითი საჭიროება მეპატრონისთვის ფინანსური გაკოტრების საფუძველია. საქართველოს კანონმდებლობაში ასევე არის შემგროვებლის ტერმინი შემოტანილი და მისი მხოლოდ სადამსჯელო ადმინისტრაციული კუთხით განხილვა არის შეტანილი, რაც წარმოადგენს ზედაპირულ და სამართლებრივად გაუმართლებელ მიდგომას, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკისგან რადიკალურად განსხვავდება. კანონის მესამე მუხლის H6 ქვეპუნქტის შემგროვებლობას განმარტავს, როგორც ცხოველების შეგროვებას იმ პირობებში, როცა პირი ვერ უზრუნველყოფს მოვლა პატრონობის წესების დაცვას, რაც ცხოველის ან გარემოს მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. ამ ბუნდოვანი დეფინიციის ერთადერთი სამართლებრივი პასუხი ადმინისტრაციულ სამართლებრივი კოდექსის 103 მუხლის მერვე ნაწილის მიხედვით ცხოველების სრული კონფისკაციაა. ასეთი მიდგომა უგულვებელყოფს იმ ფაქტს, რომ ცივილიზირებულ სამყაროში ცხოველთა შემგროვებლობა animal hoarding-ი აღიარებულია როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის კომპლექსური დარღვევა და არა უბრალო ადმინისტრაციული გადაცდომა, რის გამოც იგი საჭიროებს ცალკეულ მულტისექციულ საკანონმდებლო რეგულაციებს. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში შემგროვებლის საკითხი დარეგულირებულია სპეციალური კანონებით ან კომპლექსური ნორმატიული აქტებით, რომლებიც მოიცავს არა მხოლოდ ცხოველების დაცვას, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მექანიზმებს. საქართველოში კი კანონის მე-6 მუხლის მეორე პუნქტის ზექვეპუნქტით მინიჭებული არაგეგმიური მონიტორინგის უფლება ინსპექტორს აძლევს საშუალებას, რომ ყოველგვარი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ან სოციალური სამსახურის ჩართვის გარეშე სუბიექტურად გადაწყვიტოს, არის თუ არა კონკრეტული პირის შემგროვებელი, მიაკრან მას ეს სტატუსი და ჩამოართვან მას საკუთრება. ცალკეული კანონი არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რომ შემგროვებლობა ხასიათდება რეციდივის უკიდურესად მაღალი მაჩვენებლით. ცხოველების მხოლოდ კონფისკაცია, რასაც ქართული კანონი ითვალისწინებს, პრობლემებს ვერ აგვარებს, რადგან დაავადებული პირი, რომელსაც ერთხელ უკვე ჩამოართვეს ცხოველები, ხელახლა იწყებს ცხოველების შეგროვებას. ევროპული და ამერიკული მეთოდები და მოდელები ითვალისწინებენ იძულებით ფსიქოლოგიურ დახმარებას, ცხოველის ყოლის უფლების სამუდამო ან ხანგრძლივ აკრძალვას და რეგულარულ ზედამხედველობას, რაც საქართველოში მიღებულ კანონში საერთოდ არ არის გათვალისწინებული, მხოლოდ ტერმინია შეტანილი. ამჟამინდელ საკანონმდებლო ჩარჩო, რაც არსებობს, რომელიც შემგროვებლობას მხოლოდ მე-4 მუხლით კრძალავს და მის აღმოსაფრთხოდ მხოლოდ რეპრესიულ ზომებს იყენებს, არის არაჰუმანური, როგორც ადამიანის, ისე ცხოველის მიმართ. ცალკეული კანონის გარეშე, რომელიც დეტალურად გაწერს კრიტერიუმებს, გამიჯნავს კელცის სინდისიერ მიმკედლებელსა და ფსიქიკური პრობლემის მქონე შემგროვებელს შორის და დააწესებს რეაბილიტაციის ვალდებულებებს, ჩვენ მივიღებთ პროცესს, სადაც მოქალაქეებს მხოლოდ საკუთრებას ართმევენ და მათ დაუცველად ტოვებენ დაავადების პირდაპირ. ან მიაკერენ ცრუ იარლიხს დაავადებულის
ცრუ იარლიხზე. შესაბამისად, მორატორიუმის ფარგლებში უნდა მომზადდეს დამოუკიდებელი საკანონმდებლო აქტი, რომელიც შემგროვებლობას განიხილავს როგორც სოციალურ ფსიქოლოგიურ კრიზისს და არა მხოლოდ პოლიციური კონტროლის ობიექტს, რათა გამოირიცხოს საცხოვრებელ სახლებში უხეში შეჭრა და ცხოველების გაუაზრებელი კონფისკაცია, რაც საბოლოოდ მათი განადგურებით დასრულდება.